პროფესიონალები შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტუაციაში. უნდა გიყვარდეს პაციენტი. Თქვენს რომელი ხართ როგორც შემოქმედი ამ სფეროსი საქართველოში? მამაჩემის ზოგადმა მდგომარეობამ მისმა პათოლოგიამ განაპირობა ჩემი გადასვლა ონკოლოგიურ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ წარმატებით გააკეთეთ ოპერაცია ჩინეთიდან საქართველოში. 10 და 15 წლის შემდეგ ეს იქნება მასიური. შეიძლება რაღაც ეტაპზე რობოტმაც კი გააკეთოს ეს, მაგრამ შენ უნდა იყო გვერდზე, იმიტომ რომ ადამიანის ასრულებას ვერასოდეს ვერ შეცვლის. რა გზები უნდა გაიარონ, რომ გახდნენ ისეთივე პროფესიონალები, როგორიც ხართ თქვენ? აუცილებელი ამისათვის, რომ ესე ვთქვათ, გადადონ თავი აი ამ სპეციალობისას. რამდენი ოპერაცია გაქვთ? არ ვიცი, 40,000-მდე იქნება. 40,000. ხო. 40,000 ოპერაცია. დიახ, 40,000. 13 საათით გახართ ფეხზე. არ მოეწონა შენი საუბარი, ან არ ახარ მის გვერდით, ის მეორჯერ შენთან აღარ მო. სამძიმე დაავადებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ადამიანი განწირული ყოფილიყო სასიკვდილო თუ არ გააკეთებდი ამ ეტაპს. 40,000 ადამიანიდან იყო თუ არა შემთხვევები გარდაცვალების. საქმე რომ შენ გააკეთე ოპერაცია და ავადმყოფი იღუპება. მაგისთან 3 თუ 4 პაციენტი მყავდა, როდესაც თვალებში მეყურებდა ის გზნობდა ჩემ დამოკიდებულებას. შენ ნერვული. ეს თვითონ გითხრა? თვითონ მეუნებოდა. მოგესალმებით ბატონო კოტე. სტუმარი ჩვენი არის არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან მაგარი პროფესიონალი თავის საქმის, კოტე მარდალეიშვილი. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და დაგვითმეთ დრო. საინტერესო საუბარი გვექნება, იმიტომ რომ საინტერესო მოსაუბრე ხართ, ვიცი. და დავიწყოთ პირველი შეკითხვით, თუ გახსოვთ, რატომ გადაწყვიტეთ გავხდარიყავით ექიმი და შემდეგ უკვე აგერჩიათ ეს ვიწრო სპეციალობა, ეს რომ მოგვიყვება. საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ მართლაც დაკავშირებულია 60 წლის წინანდელ ამბებთან, როდესაც მამა ჩემი სტომატოლოგი იყო, დედა სტომატოლოგი იყო და ექიმების ოჯახში დავიბადე. მას შემდეგ რაც დაამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ჯერ ვიყავი ასპირანტურაში და სიზართა ონკოლოგიურ პათოლოგიას სწავლობდი საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში და შემდეგ უკვე თავისა და კისრის ონკოლოგიას დავეუფლეთ იგივე ბლოხერის კლინიკაში, სადაც 15 წლის განმავლობაში მუშაობდი ამ დაწესებულებაში. ესე იგი, პრინციპი ძირითადი არსი ჩემი ონკოლოგიის მიმართულებით მუშაობისა იყო ის, რომ მამაჩემის ზოგადმა მდგომარეობამ მისმა პათოლოგიამ განაპირობა ჩემი გადასვლა ონკოლოგიურ მიმართულებით. ეს იყო 70 წელი, 71 წელი იყო დაწყებული, ჯერ წავედი ასპირანტურაში, შემდეგ ჩავაბარე დოქტორანტურაში და გავაგრძელებდი მუშაობა უკვე საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში. 15 წელიწადი თითქმის იქით ვიყავი. და თავისა და კისრის, იმიტომ რომ განათლებით მე თვითონ ვიყავი სტომატოლოგი, სტომატოლოგიური პრაქტიკის მქონე ადამიანს ჰქონდა საშუალება იმ პერიოდში ზოგად ქირურგიაში მუშაობის, ჰქონდა საშუალება თავისა და კისრის ონკოლოგიაში მუშაობის, დღეს არ აქვს ეს საშუალება. იმიტომ სტომატოლოგიური ისე შევიწროვდა და ისეთი მცირე ფარგლებში მოექცა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, რომ დღეს მარტო პირის ზღვრში შეიძლება გააკეთოს ოპერაცია და გახსნას ფლეგმონა. სხვა ქირურგიული ჩარევის უფლება მას პრაქტიკულად არ აქვს. როგორც ხურმა წაართვა ზედაყბის ოპერაციები, გაემორტომია თვალმა, წაიღო თვალის ორბიტა, მაგრამ ონკოლოგია თავისა და კისრის აერთიანებს დაწყებული ფარისებური ჯირკვლიდან, დამთავრებული ორბიტალური სიმსივნეებიდან, რომელიც გადადის თავის თვისში, კრანი ორბიტალური სიმსივნეები, აი ამ სფეროს 33 ლოკალიზაცია თავისა და კისრის პათოლოგიაში. და თითოეულ ლოკალიზაციას აქვს თავისი ფორმა დაავადების და ყველა ფორმას სჭირდება თავისი მკურნალობა. ისე არ არის, რომ ერთი დაავადება თავს და კისერში და ამით თავდება ყველაფერი. ფარისებური ჯირკვალი, ხორხი, ხორხახა, კისრის ნაწილის აღლაპავი, ისე რა ქვია, ფარისებური ჯირკვალი, ზედაყბა, ქვედაყბა, აბსოლუტურად განსხვავებულია ყველაფერი. ცხვირხახის სიმსივნეები, ცხვრის სავალის სიმსივნეები, ორბიტის სიმსივნეები, ორბიტის გარშემო არსებული ქსოვილების სიმსივნეები, კანის დაავადებები, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სხვადასხვა სახის არქონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ ესეთი მასშტაბური ის ყოფილა. მე ვერ 33 წარმოვიდგენ. ლოკალიზაცია, თითო ვერ ლოკალიზაციაში წარმოვიდგენდი. სხვადასხვა ფორმის შეიძლება სიმსივნე შექმნას და თუ ეს ნაწილი იცი ონკოლოგიის, ჩათვალე რომ შენ მთლიანად ონკოლოგი ხარ.
იმიტომ რომ სიმსივნის ფორმები წყალბადოვანი კი თავზე იქნება, კანზე იქნება, ტანზე იქნება, ფეხზე იქნება, ერთ სისტემაში ექცევა, კიბოების ერთ ფორმაში ექცევა და პრაქტიკულად ერთნაირ მკურნალობას მოითხოვს. ასეა ადენოკარცინომები, ასევე ჯირკვლოვანი კიბოები, ასევე სხვა დაავადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ცნობილი ხართ როგორც ასე ვთქვათ შემოქმედი ამ სფეროსი საქართველოში რა. პირდაპირ ვთქვათ თავმდაბლობის გარეშე ბევრი კლინიკა, რამ 5 კლინიკა გაქვთ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით. ყავთ ძალიან ბევრი მოწაფე. და ყავთ წლების მანძილზე აგროვებდით ამ ხალხს, როგორც მე ვიცი. აკყავდათ სტუდენტები და შემდეგ უკვე ისინი გახადეთ პროფესიონალები. აი ხა მომავალ თაობას რას ურჩევთ? რა გზები უნდა გაიარონ, რომ გახდნენ ისეთივე პროფესიონალები, როგორიც ხართ თქვენ? იცით რა შეესაქმე? მე მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტუაციაში. როდესაც დიდ კლინიკაში მუშაობ და გაკლინიკური გამოცდილება, მეორე როდესაც შენ ფლობ ლიტერატურას და სურვილი გაქვს, რომ ამ ლიტერატურით შენ დაეწიო იმ ცოდნას, რომელიც არსებობს. მესამე სურვილი უნდა გქონდეს, რომ ახალი ტექნოლოგიებისაკენ ლტოლვა უნდა გქონდეს და მათი გაგების სურვილი უნდა გქონდეს და მეოთხე უნდა გიყვარდეს პაციენტი. თუ აი ეს 4 ერთად ჩამოყალიბებული არ არის, ძალიან ძნელია ლაპარაკი იმას, რომ ჩამოყალიბდეს კარგი სპეციალისტი და კარგი შენ უნდა გძნობდე პაციენტს. როდესაც შემოდის პაციენტი შენთან სასაუბროდ, უნდა გძნობდეს ის პაციენტი, რომ შენ მასზე ზრუნავ, რომ შენ ეს პათოლოგია იცი. თუ დარწმუნდა ის პაციენტი, რომ ან მიხვდა ან იგრძნო ის, რომ ის თითქოს არ მოეწონა შენი საუბარი, ან არ ახარ მის გვერდით, ის მეორჯერ შენთან აღარ მოვა. გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ფაქტორია, ფიქრობს, რომ აი ეს თამძიმე დაავადებასთან გვაქვს საქმე. ხო, და ყველანაირად პირობა უნდა შეიქმნა იმში, რომ ეს პაციენტი დარწმუნდეს იმაში, რომ შენ მასზე ზრუნავ და შენ იცი ეს პათოლოგია და შენ ყველაფერი გინდა გააკეთო, რომ ეს პათოლოგია ეს პაციენტი შენს გვერდით იყოს წლებისა და წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს მეოთხე სტადია, მეტასტაზით, შორეული მეტასტაზით, ფილმში მეტასტაზით, ზვალში მეტასტაზით, თუ რა, აი ყველაფერი უნდა გააკეთო, ეს პაციენტი ცოცხალი იყოს და შენს გვერდზე. დაახლოებით რამდენი ოპერაცია გაქვთ? ო, არ ვიცი, 40,000-მდე იქნება. 40,000. ხო. 40,000 ოპერაცია. დიახ, 40,000. ოპერაციები დაიწყო 70 წლით. 70 წლიდან პირველი 4 წლის განმავლობაში ძალიან სერია ოპერაციები იყო, მაგრამ რთული ოპერაციები. მე მაშინ მუშაობდი ცნიში, ესე იყო ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი იყო რუსეთში, პროფესორ ხიტროვის ხელმძღვანელობით. არ მახსოვს, წასულიყო პროფესორი ხიტროვი სადმე კონსულტაციაზე, რომ ხელი არ მოეკიდა ჩემთვის და არ წავიყვანა. მეტყოდა გასინჯა ეს პაციენტი, მითხარი, როგორ დაიწყებ შენ ამ პაციენტის მკურნალობას? მაჩვენეს სქემა, მომიყევი სქემა, რომ პირველ ეტაპზე რა უნდა გააკეთო, თუ ქირურგიაზე იყო ლაპარაკი, მეორე ეტაპზე რა უნდა გააკეთო, მესამე ეტაპზე როდის უნდა მიაღწიო მთლიან გამოჯანმრთელებას პაციენტის. როდესაც საუბრობდით ესეთ როგორც მე და თქვენ საუბრობთ, ისევ საუბრობდით ჩვენ. მას შემდეგ რაც პაციენტს გავსინჯავდით, ნახავდით მის მონაცემებს, ნახავდით მის კლინიკურ სურათს და ასე შემდეგ. მეტყოდა რომ კოტე, აი ამაში სწორი ხარ, ამაში არ ახარ სწორი. აი ჯობია რომ ეს გაკეთდეს ესე. ეს გაკეთდეს ესე. იგივე მაგალითად უზარმაზარი სიზარღვანის სიმსივნეები, როდესაც დანაკარგი სისხლის 7, 6, 5 და ასე შემდეგ ლიტრი სისხლი იყო და გადასმა მიჭირდებოდათ. მაშინ იდგებოდა საკითხი სწორედ ემბოლიზაციაზე, სიზარღვების ემბოლიზაციაზე. სანამ მოაცილებდი სიმსივნეს, უნდა გაეკეთებინა ემბოლიზაცია. სიზარღვები დაგეხშო გარკვეული ემბოლებით, რომ თავისუფლად მოგეცილებინა ეს სიმსივნე. აი, როდესაც დავიწყეთ ეს ემბოლიზაციები, მე გამოდგა წამოიჭრა მე რომ მოგვეხდინა სკელეტიზაცია ყველა სიზარღვის, რომელიც კი მიდიოდა ამ სიმსივნესთან. რომ გამოგვევლინა, რომელი სიზარღვები კვებავს ამ სიმსივნეს. და როდესაც დავადგენდით ყველაფერს ამას, მე ემბოლიზაციას ვაკეთებდით, ის დანაკარგი, რაც ქონდა 6 და 7 ლიტრი, ჩამოდიოდა 600 და 300 მილilitrს. ესე იგი იხვეწებოდა თანდათანობით იხვეწებოდა. ეს იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტი, ეს იყო ქირურგიის ინსტიტუტი, ეს იყო ცნისი, ეს იყო ონკოლოგია თუ სად იყო, სადაც გვეპატიჟებოდნენ და გთხოვდნენ რომ ჩაგვეტარებინა კონსულტაციები. აი აქ პროფესორ ხიტროვს თხოვდნენ უბრალოდ მე მაშინ პატარა ვიყავი და არავინ არ მეხოცებოდა მაგის გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ეტაპებით ვსწავლობდით რაღაცა ახალს და ფიქრობდით ახალზე რომ გაგვეკეთებინა.
და შემდეგ უკვე თქვენ მერე უკვე გააკეთეთ და ჩვენ უკვე თქვენ გავაკეთეთ, ხო. თქვენ ზრდიდით ახალ მერე თაობას. გავაკეთეთ ენდოვასკულარული ქირურგია. ენდოვასკულარული ქირურგია, როდესაც შედიხარ სიზარში, ეს ამ სიზარხის დაცვას ზედა წერტილში, სადაც სიმსივნე არის და შემდეგ აცილებ ამ სიმსივნეს. ესე იგი, ისეთი ოპერაციები გაკეთდა მერე, რომ შეიძლება ადამიანი განწირული ყოფილიყო სასიკვდილო, თუ არ გააკეთებდი ამ ეტაპს. თუ არ ჩაატარებდი ამ манипуляციას, იმიტომ დაკარგავდი ამ პაციენტს სიზრდენის გამო. თქვენზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვირტუოზულად ხმარობთ ლანცეტს. კი, და ბატონო. ეს არის თქვენი ხელის და ნერვული სისტემის გაგრძელებაო, თქვენმა რამდენიმე კოლეგამ ასე აღწერა. ანუ ეს მგრძნობელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ ქირურგის საქმეში, ხო? ერთი საკითხი რომ მნიშვნელოვანია და მეორე საკითხი რომ აუცილებელია. იმიტომ რომ სიზარს ყოველთვის მოყვება თავისი მფარავი გარსი. ამ მფარავ გარსსა და სიზარს შორის არის ლიმფური სისტემა. იმ სისტემას თუ არ მოაცილებ, ჩათვალე რომ ერთ წელიწადში შენ მიიღებ მეტასტაზის რეციდივს. ხო. მეტასტაზის რეციდივი ნიშნავს რომ პრაქტიკულად შეიძლება უკვე განწირული იყოს ეს პაციენტი სასიკვდილოდ, იმიტომ თუ გვიან მოვიდა, ის შეეძება მაგისტრალურ სიზარში, რომელიც კვებავს თავს. მაგასაც ვაკეთებთ. ეხლა ვეთავთ ამ სიზართა ქირურგებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ მაგის ლიცენზია არ გვაქვს, თორე შესაძლებელი იყო სიზართა ქირურგებთან ერთად ვცვლით იმ სიზარს მთლიანად. და პაციენტები არიან ნორმალურად, მაგრამ საქმე იმაში რომ აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე. არ უნდა მიიყვანო, ამიტომ აუცილებელია რომ ის ფასია მოაცილო, იმისათვის რომ არ განვითარდეს იქ რეციდივი და მეტასტაზის რეციდივი. 40,000 ადამიანიდან იყო თუ არა შემთხვევები გარდაცვალების. როგორ არა კი იყო. ინტრაოპერაციულად არც ერთი. რას გძნობთ ხოლმე აი ამას? ეს არა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უზამოდ ტრაგიკული შემთხვევა, როცა გძნობ რომ შენ გააკეთე ოპერაცია და ავატოფი იღუპება. მაგისტრალზე 3 თუ 4 პაციენტი მყავდა, როდესაც თვალებში მეყურებდი და ის გძნობდა ჩემ დამოკიდებულებას. შენ ნერვიულებ. ეს თვითონ გითხრა? თვითონ მეუნებოდა. საოცრება. აკერე ახაც პაციენტი რომელსაც ჰქონდა ენისირის უზარმაზარი სიმსივნე ხორხახაში სიძარღვებში გამოცვალეს სიზარღვე მე და ბატონი ნოდარმა გავაკეთეთ ბოხო გამოცვალეს სიზარღვე გავაკეთეთ კისერი საყლაპავი აღვადგინეთ ენისირი აღვადგინეთ და ეს რაც გავაკეთეთ ყველაფერი ჩაგვეშალა იმით რომ ახალი ისე რა ქვია მაგისტრალური სიზარღის დაცვა მოხდა და პაციენტი დავკარგეთ. რა სტრესული სამუშაოა, ხო? სტრესული სამუშაოა. სამუშაო იმდენად სტრესული არა, რაც შემდეგ მოვლის პროცესია სტრესული რა. აი ნებისმიერმა პატარა რაღაცა შედეგს მიიღებ, როგორ გამოაჯამრთელებ ადამიანს. თქვენ ხელშია ყველა. შეიძლება უბრალოდ რაღაცამ ისეთი ცუდი რაღაცები გამოიწვიოს, რომ დაკარგო პაციენტი. ასეთი სტრესული სამუშაოა და 80 წლის ასაკში გამოიყურებით ძალიან ახალგაზრდა. ხო, იმიტომ რომ რა ხდება, რა ფორმულა გაქვს ეგეთი? გვასწავლეთ, გაუზიარეთ. ახალგაზრდა ჩავაბას. ვცურავდი ძალიან სპორტული ვიყავი. სირბილში სკოლაში ვერავინ ვერ მასწავლებდა და ინსტიტუტში მასწავლებდა. ცხონებული გედი გელბახიანის რეკორდი იყო სამედიცინო ინსტიტუტში, ბრასეთ სურვაში, 100 მეტროში და 15 წელიწადი ეკიდა და მე 30 წელიწადი ჩემი ფიზკულტურის იმაზე რა ქვია დარბაზში ეკიდა ჩემი რეკორდები უკვე. რა მაგარია, ასე რომ იცურეთ ახალგაზრდებო, ხო ხედავთ მიუხედავად ესეთი სტრესული სამსახურისა და სტრესული პროფესიისა. პროფესიის, ხო, ეს დაგეხმარათ, რომ ესე კარგად გამოიყურებით. ითქვა მაქვს ესეთი, თქვენზე წაკითხული მაქვს, რომ გაგანაწილეს დაღესტანში სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ და იქ რაღაც მეცხვარეებთან დაკავშირებული ისტორიები იყო. ესე იგი, მაშინ საქართველოში მიღებული იყო ესეთი მდგომარეობა, რომ და დაწესებული იყო ესეთი მდგომარეობა, რომ თუ ამთავრებდი ინსტიტუტს ფრიადზე, შეგეძლოთ ჩაგებარებინა ასპირანტურაში, მაგრამ იმ პირობით, რომ 3 წლით უნდა წასულიყავი სამუშაოდ სხვა რეგიონში. მე მართლაც დავამთავრე ფრიადზე, წითელი დიპლომი მქონდა და ჩავაბარე გამოცდები, მისაღები გამოცდები ასპირანტურაში. დავრთესნება უпроსტოდ, მაშინ სამინისტრომ დავთვალება ჩავაბარე. ჩავაბარე გამოცდები, ჩავირიცხე
ასპირანტურაში და შემდეგ გამანაწილეს დაღესტანში. დაღესტანში ეს არის სოფელი კაჩუბეი, რომელშიდაც ძირითადად ქართველი მწყემსები იყვნენ მევლინებული თუათ ესე რომელიც ჩადიოდნენ და ჩაყავდათ ცხვარი საძოვრებს. ხო, გადარეკვას რო უზახია, გადარეკავდნენ ცხვარს. ჩაყავდათ ესე რა ქვია ცხვარი და დაახლოებით 3000 მწყემსი იყო. ხო. ესეთ მწყემსები ცხოვრობდნენ, ესეთი კუტანები იყო, კუტანი ერქვა იმას. მიწის ზემოთ იყო რაღაც ესეთი გადაფარებული შექმნილი პირამიდასავით და ქვეშ პირველ სართულს მიწის ქვეშ ცხოვრობდნენ ეს მწყემსები. ყველა კუტას ყავდა თავისი დამლაგებელი, ყველა კუტას ყავდა თავისი ესე ვთქვათ მზარეული. მზარეული მოწოული იყო ხან ქალბატონი ან მამაკაცი, რომელიც ამას უმზადებდა. ესე იგი ჩვენი მოვალეობა იყო რომ თუ დაჭერდებოდათ მწყემსებს რაიმე დახმარება, სამედიცინო დახმარება, რომ ჩვენ მათთვის აღგვიგოჩინოთ. სწორედ ჩავედით იქა. გაუმართლეთ, კაი ხელში მოხდი ესე. ხო, ისინიც კაი ხელში და მეც კაი ხელში მოხდი. იქ მუშაობდა ასეთი მარსაგიშვილი, ალექსანდრე მარსაგიშვილი, რომელიც 30 წელიწად მუშაობდა ამ საავადმყოფოს ხელმძღვანელად. ფანტასტიკური პიროვნება, მისი ვაჟკაცი იყო ასეთივე ფანტასტიკური პიროვნება იყო და არის კიდეც ახლა, ვაჟა მარსაგიშვილი, რომელიც ტრავმატოლოგია და ჩვენ ერთი პერიოდი ერთად მოგვიწია მუშაობა, ის ტრავმატოლოგიაში იყო. საოცრად თავისებური მხარეა რა. იმ ყიზლარში იყო ესე იგი ლეკების მაღაზიაც, იყო ქართველების მაღაზიები და იყო რუსების, მაგალითად რუსები. ესე იგი რუსეთში იყიდებოდა საალამალა და ასე შემდეგ. ისინი ლეკები და ისინი ხორცს არ ჭამენ და იმას არ ჭამენ. იქ იყო სხვა რუსები იყიდებოდა. ქართველებთან ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად. მოკლედ თამაში დამთავრდა რომ ვისწავლე მარტო ყოფნა, ვისწავლე განაწილება, ვისწავლე განსაზღვრა ჩემი შესაძლებლობები, მარტო ცხოვრების შესაძლებლობები. საინტერესო იყო ძალიან, ესე იგი არც ერთი მწყემსი არ წავიდოდა საძოვარზე და არ წაიყვანდა სახელმწიფო ცხვარს, თავისი რო არ ყოლოდა 100-150-200 ცხვარი. ძალიან ბევრი იყო დამამზადებლები. დამამზადებლები იყო ხალხი, რომელიც აი ცხოვრობდნენ მატყლის დამზადებას ემსახურებოდა და ეს მატყლი მიდიოდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობების პიროვნებები იყვნენ ეს დამამზადებლები. ჩვენ როგორც ექიმები გვეპატიჟებოდნენ ხან ასეტრინის იმაზე რა ქვია მწვადებზე, ხან ასეტრინის უხაზზე, იმიტომ რომ კასპიის სანაპირო არის დაახლოებით კასპიიდან იყო სადღაც 15-20 კილომეტრი, რაღაც ცოტა ისეთი ცუდი გზები იყო. ჩავდიოდით მეთრზე ხომ დაჭერილი ყავდათ პატარა მეტრიანი ასეტრინები და იმის უხას მოგვიმზადებდნენ. ჩვენთან მოვიდოდნენ, მე ჩვენ პატივცემდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია რომ არც ერთი მწყემსი არ იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი. ყველას ჰქონდა ან ბრუცელოზი, ან ტუბერკულოზი. ესე იგი ესენი იყვნენ ჩვენი დაკვირვების ქვეშ და ჩვენი დაკვირვებას და დახმარებას. ტუბერკულოზი ალბათ იმ საცხოვრებელიდან გამომდინარე, ომისაში რო ცხოვრობდა. ბრუცელოზი გასაგები არის მწყემსისთვის, ხო? ამის ფუნქცია იყო, ხო. როგორც წესი აღრიცხვას ეყოდა ესენის ყველა და თუ საჭირო იყო, ან უშვებდით აქეთ იმაში, მაგრამ ის თავის ხორს ვერ დატოვებდა და არ დატოვებდა. აქედან გამომდინარე, ისე ჯობდა რომ ჩვენ იქ აგვეტარებინ თუ რამე დამატებით იმკურნალობა ჭირდებოდა, რომ იქ გაგვახორციელებენ და გაგვეტარებინ. რა ვიცი, საინტერესო წლები იყო, დიდი გამოცდილება მივიღეთ. პაციენტების რაოდენობის მხრივ არა, ცხოვრების გამოცდილება მივიღეთ. მე იქიდან სწორედ დავბრუნდი საქართველოში და პირდაპირ როგორც მაშინ რა ქვია აღნიშნე 3 წელიწად უნდა ვიმუშავე 3 წელიწად და ჩამოვედი საქართველოში, თბილისში. ხო, საქართველოში უბრალოდ ხიზლარიდან იქით დაღესტნიდან ჩამოვედი საქართველოში და დაღესტნიდან რობოტულ ქირურგიამდე.
აი ამხელა თუმცა ბევრი წელია ამათ შორის და ბევრი გამოცდილება თქვენი. მომიყევით, მე გილოცავთ რამდენიმე დღის წინ წარმატებით გააკეთეთ ოპერაცია ჩინეთიდან საქართველოში, საქართველოში. კი ბატონო. ეს არის ამიერკავკასიაში ერთადერთი პრეცედენტი და პირველი ამიერკავკასი არა, მე პრეცედენტი. ვფიქრობ რუსეთის ტერიტორიაზე თუ გაკეთებულა რუსეთში, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახლიდან მეორე სახლში რომ გააკეთო ოპერაცია. ხო. ეს იგივეა რომ საოპერაციოში ისდეთ და იქ გააკეთო. მოგვიყევით რა განცდა არის, რომ იცით, თქვენი ასე ვთქვათ აშენებული, აი ეს კლინიკა და თქვენი აშენებული აი ეს მიმართულება, ასე ვიტყოდი, მივიდა იქამდე, რომ უკვე რობოტითაც შევძელით ამის გაკეთება. შეძელით ამის რა განცდა არის. პრეტენზია თუ გაქვს რომ იყო პირველი, პრეტენზია თუ გაქვს რომ იყო წარჩინებული, პრეტენზია თუ გაქვს იმისი რომ ყველა ტექნოლოგიური პროცესი ფლობ და თუ გაქვს პრეტენზია იმისი რომ შენს გარშემო შემოიკრება და ყავდეს კვალიფიციური კადრები, როდესაც შენ იქნები თუ არ იქნები იმას შემდეგ შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს, ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამისათვის აუცილებელია რომ ის კი არ შემოიფარგლა იმით რომ დღეს ოპერაცია გააკეთე 2 მანით და 60 კაპიკი აი ჩაიდე ჯიბეში და წახვედე სახლში. იმისათვის რომ პრეტენზია უნდა გქონდეს რომ შენ ხარ წარმატებული, წარჩინებული და ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია მედიცინის გარკვეულ ნაბიჯებში გაუსწრო კიდეც ზოგიერთ განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოებს. საერთოდ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ის რომ ჩვენ შევიძინეთ ეს რობოტი. რობოტი არ ღირსიაფი, სადღაც მილიონზე მეტი გადავიხადეთ, $1,000,000 მეტი გადავიხადეთ. ჩამოვიტანთ და საჭირო იყო რომ კადრი ყოლოდა. ახლა ლაპარასკოპიურ ქირურგიაში ემზარი საკმაოდ გამოცდილი იყო და მევლინებაში გავუშვით კორეაში, მევლინებაში გავუშვით ჩინეთში, იმისათვის რომ შეაეთვისებინეს თავისებურებები ამ იმის რა ქვია რობოტული ქირურგიის. აი თუ ისა კონტაქტები დამყარდა, მეგობრული ჩამოყალიბდა მეგობრობისა და ერთმანეთის გვერდით თანადგომის გარშე არაფერი არ ხდება. სწორედ მე დადგა საკითხების შესახებ, ხო არ გაგვეხორციელებინა ესეთი ოპერაცია. იმიტომ რომ დღეს თუ ეს მასიურ ხასიათს არ ატარებს, 10 და 15 წლის შემდეგ ეს იქნება მასიური. მასიური იქნება ის შარევები, რომელიც მოყვება რობოტული ქირურგიის განვითარებას. შეიძლება რაღაც ეტაპზე რობოტმაც კი გააკეთოს ეს, მაგრამ შენ უნდა იყო გვერდზე, იმიტომ რომ ადამიანის აზროვნებას ვერაცოდეს ვერ შეცვლის. იმ სირთულეების და ნიუანსების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ოპერაციის პრობლემის დროს. ანუ შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ამ სფეროში საქართველოს 10-15 წლით უსწრებს რეალობას. რატომაც არ უსწრებს? იუსწრებს ზოგიერთ ახლა სასუნხეთში რობოტული ქირურგია არის, აზერბაიჯანი ახლა იწყებს რობოტულ ქირურგიას, მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი ალიევი, რომელიც ხელმძღვანელობს საერთოდ ონკოლოგიას აზერბაიჯანში, არის ბიძია ჩვენი იმისი, რა ქვია, აზერბაიჯანის იმისი, რა ქვია, პრეზიდენტის. ბიძა არის, მისი დედის ძმა არის ერთ-ერთი ალიევი, ილხამ ალიევი, დედის ძმა არის იმ ალიევის, რომელიც არის აი ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. საუცხო ონკოლოგიური ცენტრი შექმნა, საუცხო ონკოლოგიური ცენტრი გააკეთეს, მაგრამ ჩვენ მაინც წინ ვართ. ჯერჯერობით მაინც ძალიან მაგარია, გულს უხარია. განაშაულია მე თუ მკითხავ იმის თქმა, რომ აი უცხოეთში მაგარი სამედიცინო მომსახურება ძალიან წინ არიან და ასე შემდეგ. შეიძლება რაღაცა სფეროში და რაღაცა მიმართულებით წინ იყვნენ, რაღაცა მიმართულებით შეიძლება ჩამორჩენილი კონდეს, მაგრამ მე რასაც უყურებ, საერთო ჯამში საკმაოდ მაღალი დონის სამედიცინო სფერო გვაქვს საქართველოში და მაღალი დონის პროფესიონალები. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაღალი დონეც გვაქვს, მაღალი დონის პროფესიონალებით ერთადერთი რასიც გვჯობიან, ეს არის პაციენტის მიღება, პაციენტის ზრუნვა, პაციენტის გარშემო ანტურაჟი შექმნა, რომ წამალი უნდა, ისა ამაზე არ ფიქრობს პაციენტი, ჩასული პაციენტი. იქ გამსათებული ყველაფერი მისდის. ჩვენთან ესე იგი უნდა შევუკვეთო წამალი, უნდა გადაეცა იმას, რა ქვია, მოიპოვო ქიმიოთერაპიის პრეპარატი, ესე იგი საკმაოდ ისეთი რამოდენიმე პროცედურა უნდა გაიარო იმისაც, რომ მიაღწიო რაღაცას. და პროცედურული სირთულეებია ესე. პროცედურული სირთულეებია. დროთა განმავლობაში ეგეც გამოსწორდება. თავარი რა არის, იცით, სურვილი უნდა კონდეს, რომ აი ეს აღმოფხვრა რა.
თუ შენ წყალ დინებას მიყვები, ჩაიძირები. და თუ ცურავ და შეგიძლია რომ დინების წინააღმდეგ წახვიდე და ცოტა უფრო აქტიური იყო, შესაძლებელია რომ ყველაფერს მიაღწიო. იმიტომ რომ თქმა იმისი რომ ჩვენზე მაგრები არიან, მე ვერ ვიტყვი რომ არ შეიძლება იმის თქმა რომ არიციან და რაღაცა. ბევრი კლინიკიდან ჩამოდის გაუბედურებული პაციენტი, ახლა ხას უსვა ამას. ბევრი კლინიკიდან რომელშიც გადახდილი აქვს უზარმაზარი თანხა, რომელსაც გამოძალული აქვს ეს თანხა. და ამ დროს არ არის გაკეთებული ის რაც უნდა იყოს გაკეთებული. ხო და ნუ ახლა ესე იგი არსებობს პატიოსანი ნორმალური დაწესებულებები, პატიოსანი კლინიკები და არსებობს კლინიკები, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზე, რომ შეიქმნან ეს კეთილდღეობა ფინანსური მომავლები. არ არის ისე რომ აი აქ ეხლა ჩვენ კლინიკაში მაგალითად ქიმიოთერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი არის ევროპის ექსპერტი, მთელ ევროპაში მიღებული ადამიანია, ალბათ ნია შარიქაძე. ემზარ ნადირაძე ფანტასტიკური ქირურგია, რომელსაც გერმანია და კორეა და ის მოვლილია. კოტე მარდალიშვილი, რომელსაც გერმანიაში ოპერაციებია, რომელიც უკეთებდა ოპერაციებს, ირანში ოპერაციები, მახსოვს რომ ჩავედით ირანში ახალი მეთოდიკის. ხო, ეს მოგვიყევით. ირანში საინტერესო ის გამოცდილება ჰქონდათ. რომ ჩავედით ირანში, ეს ეჭვის თვალით რო გიყურებდნენ, ხო, თავიდან. თავიდან ესე საელჩო მოწერეთ ჩამწოდების სამარის დროს, რომ გვინდა ირანის საელჩო მოწერეთ, რომ გვინდა ირანში ჩამოყალიბოთ ონკოლოგიური ცენტრი. ონკოლოგიური დაწესებულებები, იმიტომ რომ ონკოლოგია გაერთიანებული იყო ზოგად ქირურგიასთან. ზოგად თერაპია, ქიმიოთერაპია, თერაპიულ კლინიკებთან. და მოწერეს რომ თუ შეიძლება რომ ჩამოვიდონ სპეციალისტები, რომ დაგვეხმარონ ამის განხორციელებაში. ჩავედით, მივედით სამართლობის სამინისტროში, მივიტანეთ ეს ისე და ხო მითხრეს, ძალიან კარგი რომ ჩამოვწანდით, აი თქვენ უნდა წახვიდეთ სახელმწიფოების ინსტიტუტში, რომ ჯერ გავიგოთ რა დონის სპეციალისტები თქვენ ბრძანდებით. მივედით. ჩამწკრივებული უზარმაზარი კლინიკა, ფანტასტიკურად აღჭურვილი. შენობა მოდერნული სტილის, ყველას თავისი განყოფილება აქვს, თავისი მოსაცდელი, თავისი კაბინეტები, თავისი და უნდა გავიაროთ კორიდორი. 15-20 რეზიდენტი ყავთ, რომელიც განანაგ და იმათაც უკვე იციან, რომ ჩვენ საქართველოს დელეგაცია უნდა 3 კაცი შემადგენლობით. ესე გვიყურებენ თითქოს ეს მანძუკები საიდან. ახლა გავეცანით იმ კათედრის გამგეს, ვინც იყო ეს პროფესორი და პროფესორმა უკვე იცოდა ჩვენ ვიყავით. ეს რა ქვია, ინფორმაცია უკვე ქონდა მას მაგიდაზე ედო, ვინ ვიყავით, რა განათლება მქონდა, რა ოპერაციებს ვაკეთებდი, რითი მქონდა, რითი ვიყავით წვენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე დღეს ოპერაციები მქონდა დანიშნული პროფესორს, 6 საოპერაციო მქონდა ერთ პროფესორს, ერთ განყოფილებას. ეს იყო თავკისრის ქირურგიის განყოფილება. პაციენტები მომზადებული წვანან ახლა ელოდებიან იმას, რა ქვია, სანამ გააკეთა ეს ოპერაცია, ეუბნება რომ 1 საათში მე ვიქნები მეორე საოპერაციაში, მე გადმოვიდა მეორეში გააკეთა. მესამე საოპერაციაშია შევიდა და რაღაც განაკვეთი გააკეთა, 2 წელი კვადზე ამოიღო, ამ დროს ფარისებრი ჯგუფის კიბო იყო მეტასტაზებით, რომელიც სხვა მასშტაბის ოპერაციას სჭირდებოდა, მაგრამ ის ონკოლოგია არ იყო. ის იყო თავკისრის ქირურგი. აჰა. და ქირურგიასა და ონკოლოგიაში შორის დიდი განსხვავება არის. განსხვავება არის თვითონ მიდგომაში და ახლა მან გააკეთა პრაქტიკულ ბიოპსია გააკეთა. ამოიღო 2 წელი კვადზე. ბიჭები ამითხეს ეს რა ოპერაცია, მე ვთქვი თუ ესე გააკეთებთ ოპერაციას, არც ერთი არ დაგენახოთ ჩემთან გაიგო. მოკლედ თამაში დამთავრდა იმით, რომ მე-6 საოპერაციოში შევდივართ, დახატა ყაყურა ჯირკვლის შერეული სიმსივნე ჰქონდა გოგონას, დახატა ოპერაცია. და მე მეთხრა რა, ვარ გააკეთებდი შენ ოპერაციას. უნდა შეამოწოს რამდენად მემზათავარ რომ გავაკეთე. მოთხარ კი ბატონო, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება თუ შეიძლება ამ განაკვეთს არ გავაკეთებ, მე თვითონ ჩემ განაკვეთს გავაკეთებ. კარგი, წავშალე და დაუხატე ახლა. გავუკეთე ოპერაცია სადღაც 40 წუთში, 50 წუთში დამთავრდა ეს ოპერაცია და იქ ავართ ახლა ველოდები პაციენტი როდის გაიღვიძებს, როდის გაიღიმებს და სახის კუნთები როგორ იქნება ყველაფერი. 6 საათი არ გავუღვიძია პაციენტს. ნარკოზი ქონდა ეს ადამიანს, რომ ეს ოპერაცია რომელიც დაგეგმილი ქონდათ იმათ, უნდა გაგრძელებულიყო 6 საათი. და თქვენ გააკეთეთ 40 წუთში. 40 წუთში დამთავრდა ეს ოპერაცია. გამოვედით ახლა და კონფერენციაზე ვართ, სადაც ვახსენებთ, რომ საყლაპავის აღდგენა როგორ უნდა.
ქვედაყბის რეზექციის შემდეგ ქვედაყბის აღდგენის ოპერაციები, იმაზე რა ქვია, ხმის აღდგენითი ოპერაციები როგორ შეიძლება გაკეთდეს, სუნთქვის აღდგენითი ოპერაციები როგორ შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს როდესაც მოახსენეთ ამ რეზიდენტებმა თავი წამოწიეს. როდესაც მოახსენეთ რომ ნაწლავი ავიღეთ, წამოვიღეთ კისერზე, ჩავაკერეთ არტერიები და ვენები ერთმანეთთან და ესეთი 17 ოპერაცია გავაკეთეთ. უკვე ფეხზე წამოვდგენ. მაგრამ თავი ჩაქინდრულები აქვს. მოკლედ თამაში დამთავრდა იმით რომ გამოვდიოდით, ესე იგი ტატრს ვიკრავდნენ 9 საათია, მოყვებოდნენ იმაში რა ქვია კორიდორში, დერეფანში და მაყოფილების გზნობით. მეორე დღეს დაბარებულები ვართ რომ მან უნდა დაწეროთ დასკვნა ესე იგი პროფესორმა ვინა ვართ, საიდან მოვედი და რატომ მოვედი და ასე შემდეგ. დასკვნა არის ესეთი რომ იმდენად მაღალი დონის სპეციალისტები არიან, ეჭვი გვეპარება რომ საერთოდ სურვილი ექნებათ ამათ ირანში ჩამოსვლის და რაღაცის მუშაობის გაგრძელების, ესე იგი ხუთხოვეს რომ ჩამოვაყალიბოთ ინსტიტუტი და მაგის დრო მაგათ არ ექნებათ. და მეორეც ისე რომ ალბათ ჯობია რომ ჩვენ გავაგზავნოთ იქით სპეციალისტები რომ ეს მეთოდური ქირურგიული ეს ნაწილი აითვისოს. ქსეროქსი გავაკეთებინეთ ამ წერილის და ამ წერილის ბოლოში კიდევ რაღაცა ორი ფრაზა იყო რომელიც რომ გამოვართვით ქსეროქსი გავაკეთებინეთ და მე დაგვიძახეს უკან. რომ ისე რა ქვია ეს წერილი მოგვეცით უკან და აიღეს და პლეიკოპლასტერი დააკრეს ამას. ხო. და ისე მეოთხე იქნება ქსეროქსი გავაკეთებ. ჩვენ გამოვართვით ვართ გავაკეთეთ და რა ეწერე? ორ ხაზზე. ესენი სამუშაოს და იმისთვის არ არიან. აქ სხვა აზრი აქვს, სხვა ატყობა სხვა აზრი აქვს მის ჩამოსვლას, მათ ჩამოსვლას ირანში. აგენტება შეგრასხებს ფაქტიურად. აგენტება იმდენად არ დაიჯერეს. არ დაიჯერეს და პლუს მაგას მეორე დღეს რომ მივედით ის პროფესორი უკვე 4 დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა. ხარია, კარგად არის. გამიგეთ რომ კარგად არის. ხო და ეთყობა რაღაცა ესე იგი ვერ იყო ფორმაში. მას შემდეგ იმიტომ რომ ორდინატორებმა ნახეს რა ოპერაციების შესაძლებლობა ჰქონდათ ამ დაწესებულებას, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი, ეს პაციენტი რომელიც 6 საათი ეძინა და სახის ნერვი და ყველაფერი, ნუ გადაეჭრეთ ამ ახალგაზრდა გოგოსაც ეს ნერვი და მოეცვლება. არ ჭირდებოდა ამის გაკეთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ირანი იყო, მაგრამ ბევრი სხვა ის იყო გაც. ბატონგოტე, აქ გვაქვს ფოტო ერთ-ერთი ქირურგიული ოპერაციის, რომელიც 23 საათი გრძელდებოდა, საკმაოდ ისეთი ფოტო არის ცნობილი. თქვენი ყველაზე რთული ოპერაციის შესახებ 12 საათი იყო, როდესაც აი ეს მე რო გითხარით წეგან რომ ნაწლავი ავიღეთ და გადმოვიტანეთ და საღლაპავში ჩავაკერეთ და ანასტომოსები გავისეს ქსოვილს რო აიღებ იმას კვება ხო უნდა იმ კვებას ხო ჭირდება არტერია და ვენა იმისაც რომ სისხლი შევიდეს და სისხლი გამოვიდეს თუ მარტო შევიდა სისხლი და არ გამოვიდა გარეთ ის ქსოვილი დაიღო ანუ ნაწლავიდან გააკეთეთ საყლაპავი ამოვიღეთ ნაწლავი ხო ამოვიღეთ ფრაგმენტი ნაწლავის თავისი არტერით და ვენით ხო ფრაგმენტი ესე ნაწლავი ერთმანეთს დაუკავშირეთ და ის დაამოკლეთ ცოტა რა ნაკლებად. 12 მეტრო არის. ეს ამოვიღეთ ახლა ეს ნაწლავი. ავიღეთ საყლაპავი არ აქვს პაციენტს. ხორხის კიბო ქონდა საყლაპავში ჩასდენ ეს მოცილებული იყო ყველაფერი. ახლა ხოდა პირველი ეტაპი კეთდება ეს საყლაპავს იღებს ავის იმ ხოლმე. წამოვიღეთ ეს საყლაპავი, ჩავაკერეთ ენის ზირთა და ჩავაყენებთ საყლაპავის ქვედა მესამედით. არტერია და ვენა მივაკერეთ იმ სიზარს. მივაკერეთ ის აღდგა სისხლის მიმოქცევა აღდგა და მე-11 დღეს პაციენტი ფეხზე ადგა ჭამა დაიწყო პირისყრუდან. და 13 საათით გახართ ფეხზე, ხო? ანუ 13 საათი აი ესეთ გახართ და ხელით აი ამ პატარ რაღაცა დეტალებს გაკეთებთ. ორი ბრიგადა ვიყავით. ხო. ეხლა მიკროქირურგების ბრიგადა იყო და თავკისრის სპეციალისტების ბრიგადა იყო. იცით რა არის? ყოველთვის მეცნიერება იქნება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ზღვარს. როდესაც სიზართა ქირურგებიც არიან. როდესაც მიკროქირურგებიც არიან, როდესაც აბდომინური ქირურგებიც არიან, როდესაც თავკისრის ქირურგებიც არიან. არ შეიძლება ერთ სპეციალისტი რო იხარშები, თუ ახალი არ შემოვიდა, ისე საინტერესო არც ხდება დარგი. ხო და სწორედ ახალი იმაში მდგომარეობთ, ახლა ჩემი კოლეგა მყავდა გაშვებული იაპონიაში, ახალგაზრდა კოლეგა, ხო და ჩამოვიდა იქიდან და თქვა რომ მე ესეთი ოპერაცია ვნახე იაპონიაში. რომ საყლაპავი აღადგინეს ნაწლავის მეშვეობით.
ეს ახალგაზრდა 20 წლის წინ თუ 30 წლის წინ გქონდა გაკეთებული? 86-ში, 87-ში მაგ გაკეთებული 40 წლის წინ. ხო. ეს ბავშვი ახლა მოვიდა. და არის რა მაგარი რამე ვნახე იაპონიაში. რა მაგარი რამე ვნახე ეგეთი და იქნება ჩვენ დავიწყოთ. რთული ოპერაცია. გართულებებიც ახლავს სასაკურველია, მაგრამ გასაკეთებელია, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად რეაბილიტირებულია პაციენტი. მე უკვე შეგიძლია აი ამ გადანერგილ მაშინ ნაწლავში ხმის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარა. და პაციენტ შეუძლია სოციალურად რეაბილიტირებული იყოს, დაგელაპარაკოს. სადღერძელო თქვას იმღეროს ბოლოს და ბოლოს შეიძლება ტონალობა თუ სმენაკ იმღერებს. ესე იგი, ამ გადაცემის მთავარი მიზანი არის, რომ სტუდენტობამდე ახალგაზრდებს და მათ მშობლებს დავანახოთ ესა თუ ის პროფესიები სხვადასხვა კუთხით და მივცეთ რაღაცა რჩევები. აი რა სიტყვით ადამიანებს, ბავშვებს და მათ მშობლებს აი ამ პროფესიის შესახებ რო შევაჯამოთ, რამდენად ადვილად მიღწევადია წარმატება, რამდენად რთულია ესა და კიდევ ერთი კითხვა ამაში გავაერთიანებ. საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს, როგორც ჩანს, ხო? ანუ დღის განმავლობაში. რაიმე წინააღმდეგობები, ეს არ არის სამსახური 9-დან 5-მდე, ხო? და 9-დან 3-მდე. და ოჯახში და ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით ქმნის თუ არა ეს გარკვეულ პრობლემებს, რომ ანუ ფაქტიურად დიდ დროს ვერ ატარებთ ოჯახთან. დავიწყოთ იქიდან, რომ რას ვეტყოდი მე ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქირურგიაში იმუშაონ, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ონკოლოგიურ ქირურგიაში იმუშაონ, ვისაც სურვილი აქვთ, რომ კონდეთ ურთიერთობა პაციენტთან და ეს არ იყოს მარტო თეორიული ნაწილი და იყოს პრაქტიკული ნაწილი. აუცილებელი ამისათვის, რომ ესე ვთქვათ, გადადონ თავი აი ამ სპეციალობისას. რას ნიშნავს ეს თავის გადადება? თავის გადადება ნიშნავს, რომ გაეცნო ლიტერატურას. მოხდნენ აუცილებლად ნორმალურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელია აითვისონ ეს. ეს არის ეს ქირურგია და თავკისრის ქირურგია არ არის ის, რომ შენ კომპიუტერთან დაждდე და უყურო ამ ოპერაციას და ის აითვისო. შემდეგ გრძნობდე ქსოვილს, შემდეგ გრძნობდე რა ზონაში იმყოფები. ესე იგი, ნებისმიერი განაკვეთის შემდეგ მოდის კანი, მერე მოდის ფასცია, მერე მოდის გუნთი, მერე მოდის სხვა ფასცია, რომელიც ფარავს ორგანოს, ფარისებრი ჯირკვალი იქნება, სტევის იქნება, რა ქვია, სიზარღვე იქნება თუ რაც იქნება. მერე მის ქვეშ მოდის პრევერტებრალური ფასცია. პრევერტებრალური ფასციის იქით მიდის ნერვული წნულები, რომელიც ინერვაციას ეს ყველაფერი უნდა იცოდე, უნდა ისწავლო. თუ შენ მოხვედი და პირდაპირ ქირურგიაში შემიშვი და მე გავკეთავ ზღაპარი ეს. ახლა სტუდენტები გყავთ? ახლა ჩვენ ყავდა სტუდენტები, ბევრი სტუდენტები ყავდა და დღესაც ბევრი სტუდენტები მე ვიყავი კათედრის გამგე, ონკოლოგიის კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ 80 წლის არ შეიძლება 80 წლის კათედრის გამგე იყოს. ამიტომ არიან ხალხი, რომელსაც გააგრძელეს ეს საქმე სამედიცინო ინსტიტუტში, ონკოლოგიის საქმე. მაგრამ სტუდენტი ერთი ნაწილია, მაგრამ ეს პროფესიონალი მეორე ნაწილია. სტუდენტი ნახისათვის პროფესიონალთან იმისათვის, რომ მან მიიღოს მთლიანობაში წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დაავადებებთან შეიძლება კონდეს. რას ურჩევდი, რა საკურველია. თუ სურვილი გაქვს, რომ იყო ქირურგი, თუ სურვილი გაქვს იმისი, რომ იყო წარმატებული ქირურგი, რა საკურველია, შენ ცოდნასთან და განათლებასთან ერთად აუცილებელია კიდევ პრაქტიკული იმისა და შენი დამოკიდებულება პაციენტისადმი რა. თუ შენ ამ დამოკიდებულებას აკეთებ იმისათვის, რომ მარტო იყო ექიმი და არ იყო პაციენტთან მდგომი პიროვნება, პაციენტი არ გიყვარს და შენ აკეთებ იმას, რომ მხოლოდ ქირურგი ხარ და სურვილი არ გაქვს, რომ შემდგომში ყველა პაციენტი, რომელიც ხელში უკვე 10 წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ, 30 წელს ზეპირად ვიცი ვინ არის ცოცხალი და ვინ არ არის ცოცხალი. ესე იგი, ბოლოს მივდივართ იქ, რომ ყველა საქმეში მთავარი არის სიყვარულით აკეთება. მე სულ ვიძახი ხოლმე ხა, მე ძალიან შორს ვარ თქვენი პროფესიიდან, მშენებელი ვარ და აი სიყვარულით თუ აშენებ, კარგი გამოდის. სიყვარულით თუ კურნავ პაციენტს, კარგი და გამოდის. თუნი პროდუქციის ის კარგი. ხო. ყველა პროდუქტი, რაც სიყვარულით იქნება, ყველაფერი კარგი. ბატონო, ბოლოს ესე პოზიტიურ ტალღაზე რო დავასრულოთ, რამე საინტერესო ისეთი თავგადასავლები გექნებათ, რომელიც შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ. მე ერთს მოგიყვებით, პატარა ვიყავი, 11 წლის ვიყავი,
დასასვენებლად ვიყავით ბორჯომში და დედე ჩემს სულ აკვიეტებული აქ ხოლმე რომ სულ კიბომაკ იძახის. კიბომაკ, აი ფეხი რო წამოტკივდება, ხელი წამოტკივდება კიბომაკ და ნუ თავბრუსხოვები ქონდა რაღაცეები და კიბომაკ იძახა, გამოაქცუნა მამა ჩემიც, მეც, მთელი ოჯახი გამოგვაქცუნეს თბილისში და აღმოჩნდა რომ ორსულად არის და ჩემი ძმა ჩემი ძმა დაიბადა. ესეთი ისტორია გქონდა ოჯახში. მოსაგონარი ძალიან ბევრი მახსოვს ახალ კლინიკას ვაკეთებდით და 30 დეკემბერია, ხო? ყარები თუ არ ჩავშვით ისე მეორე დღეს რაღაც პრობლემები იქნებოდა და მე ვთხარ კედელს მე ავაშენებ თქო. დაოპერაციე პაციენტები დადიან გარეთ და გამოვიცვალეს ტანისამოსი, ჩავიცვის ფორმა და დავიწყე კედლის შენებლობა. მოვატანინე ბლოკი, გავაკეთე ისე რა ქვია რუსულად რასვორი. ანუ ეხლა თქვენს იმას რო ავაშენებთ კლინიკას, ჩვენ იქ გამოცდილება ჩვენ თუ წესერად არ ავაშენებთ, თქვენი მეძე ვიქნებით. ერთი სამზემა გამზადებული ისინი რა ქვია ცოტა დავიწყე ბლოკი, თარაზო ისე მოვატანე შოური მოვატანე რომ კედელი მენახა როგორ ჩამოვიდა და კუთხეები გამომეყარა ყველაფერი. გავაკეთე, ავიყვანე ესა და დადიან ეს პაციენტები, ჩემს ნაოპერაციე პაციენტები. კაცო, ეს პრარაბი ჩვენ პროფესორს როგორ აპრარაბმა გაგვიკეთა ოპერაცია? არა, როგორ გავს ეს ვერ წარმოიდგინეს. ვერ წარმოიდგინეს. შეეძლო. მართალია ეს გაიკეთები. როგორ გავს, როგორ ეს პრარაბი ჩვენ ოპერატორს, ჩვენ ქირურგს. ესეთი რაღაც ნიუანსები. იქ სადაც ჩვენ დავიწყეთ კლინიკის მშენებლობა. იყო საერთო ტუალეტები და ტუალეტები იყო ესე თურქული ტუალეტები რო და ესე ხო? მახსოვს ექიმი რამიშვილი არის ესეთ და მოვხსენეთ ეს ვაუნგერთ ამ ტუალეტებს და ხელში უჭირეს ეს ტუალეტები. ჩვენ ის განავლენ მასები კიდეში. ხელში უჭირეს და მეკითხები რა უყვა ტუალეტს. მე ვთხარ საერთოდ. მაგრამ როგორც იქნა ჩვენი ძალები დავანგრიეთ ესა და მე რაც მქონდა ისე ფინანსური დახმარება რაღაცა, იმითი რეკონსტრუქცია მოვხდენეთ და გავაკეთეთ. უკვე მე შვიდე მერვე სართულიდან მოდიან და იქნება ბატონო ჩვენთან ასე გააკეთოთ ეს. ხონდი ვთხარი. ცოტა ხანი მოიწვენ და გავაკეთოთ. რა გეგმები გაქვთ ბატონ კოტე? კიდევ ვიცი რომ არ ჩერდებით ეხლა კიდე მიდიხართ. ერთი ბიჭები უნდა გაუშვა იტალიაში იმის რობოტულ ქირურგიაზე, თავისა და კისრის ქირურგიაში. ეს ხო მუსლის ქირურგია, თავი და კისერი უნდა გავაკეთოთ ცალკე. თავი და კისრის ქირურგია. მეორე ის არის რომ მაღალდოზირებული მედიკამენტოზური თერაპიის ცალკე უნდა გავაკეთო განყოფილება და მესამე ის არის რომ მინდა იყოს იმ პაციენტებისათვის რომ ინკურაბელურები არიან რომ ნორმალური პირობები იყოს მათი პოსტოპერაციული გავრცელებული სიმსივნების შემთხვევაში ნორმალური პირობები ჰქონდეთ რომ ჩატარდეს სიმპტომური თერაპია რომელიც აუცილებელია ამ პაციენტებისათვის რა. მაგრამ ამას დრო ჭირდება, ამას ჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები, ამას ჭირდება საკმაოდ არ ვიცი 4 წელს გადაცდები მე შანსი გაქვს რომ გააკეთეს თუ არა გაქვს შანსი არ ვიცი. ესე იგი რამოდენიმე მიმართულება უნდა გააკეთდეს აუცილებლად რა. ბევრი ისეთი ნიუანსები რომელიც გასაკეთებელი, გასათვალისწინებელი, მაგრამ ყველაფერს ჭირდება დაფინანსება, ყველაფერს ჭირდება საკმაოდ ძალიან ძვირიჯდება ყველაფერი ესე რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მაღალ დონეზე ვარ. ვახერხებთ რაღაცების გაკეთებას, უკეთესად შეიძლება გაკეთება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, რომ მოხვედით, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და გაუზიარეთ ჩვენს მაყურებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ეს ძალიან წაადგება. კოტე მარდალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. უღრმესი მადლობა ბატონ კოტე. თქვენ მადლობა მოწვევისათვის და ვემეგობრებთ და ვითანამშრომლობთ ერთად. დიდი მადლობა.